ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ადამიანის ცხოვრებაში ეს არის დრო. და მნიშვნელოვანი არის თუ რაში ვატარებთ ჩვენ ამ დროს, რაში ვხარჯავთ. და უბრალოდ სწორედ მე ვიტყოდი რომ მნიშვნელოვანი არის თუ რა პრიორიტეტები გვაქვს ცხოვრებაში, რადგანაც ეს მიზნები არის ის რაში ჩვენ ამ დროს ვხარჯავთ. მე მინდა გავხდე დიდი ჩემპიონი MMA-ში, მუშტიკრივში, ამიტომ მე დღეში 4-5 საათს ვხმობ მხოლოდ სხეულის მენტალური და ინტელექტუალური განვითარებას იმისთვის რომ ვიყო ჩემპიონი, ნამდვილი ჩემპიონი. რომ მივხვდე რა არის რეალურად თუნდაც ნამდვილი პრიორიტეტი, ალბათ უნდა ვიაზროთ ესე. ისეთი საქმე, რომელსაც არაფერში არ გადავცვლი, არანაირ ფულში, არანაირ სხვა უცნებაში, მხოლოდ ეს. ისეთი საქმე, რომლის მიზნის მიღწევის დროსაც თქვენ გახდებით ბედნიერი, მაგრამ რომლის განხორციელების დროსაც თქვენ იგრძნობთ თავს ბედნიერად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. რომ მივხვდეთ თქვენ ნამდვილ მიზანს და თქვენ ნამდვილ პრიორიტეტს, უბრალოდ დაუკვირდით ცხოვრების ნიშნებს. ცხოვრება აბსოლუტურად ნათლად ჩვენ გვიჩვენებს თუ რა არის ჩვენთვის კარგი, რა არის საჭირო. შემცვალოთ ჩემი ცხოვრება, გავხდი უკეთესი იმ სფეროებშიც, რომელშიც მე მაქვს მიზნები. ეს არის სპორტი, ეს არის ბიზნესი, ეს არის ოჯახი და მე ამისთვის შრომობ ყველაზე მეტს და მე ამისთვის ვაკეთებ ყველაზე მეტს. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა, მნიშვნელოვანი არის არ დაკარგო მოტივაცია, არ დაკარგო რწმენა და გააგრძელო მოძრაობა წინ. ყოველი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი და მოიტანოს დიდი წარმატება. ჩემი ოჯახი არის ჩემი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანი არის ჩემი ოჯახის კეთილდღეობა. ყოველი წევრი რომ გრძნობდეს თავს კარგად. ეს არის ძალიან დადებითი თვისება ადამიანისთვის, როდესაც შეუძლია იზრუნოს სხვაზე. რადგანაც ამ შემთხვევაში ისწავლობს რომ არ იყოს ეგოისტი, რომ შეძლოს იფიქროს სხვის გზნობებზე, სხვის სიამოვნებაზე. მაშინ თქვენ დატოვებთ იმ ილუზიას, რომ სამყარო ტრიალებს თქვენს ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანი არის და თქვენ ძალიან გაგიმართლათ თუ თქვენ გიყვართ. და თუ თქვენ გძნობთ რომ ვიღაცას უყვარხართ. მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაში შექმნათ რაღაც გლობალური, ისეთი რაც მოიტანს კეთილდღეობას და სიკეთეს ყველასთვის. ეს არის მნიშვნელოვანი რომ თქვენ დარჩეთ ისტორიაში, რომ გამოჩნდეთ და არ იყოთ უბრალოდ ფინჩხა, რომელიც გაგვრება. ამიტომ დაუთმეთ დრო ნამდვილ პრიორიტეტებს, რადგანაც ეს მოგიტანთ თქვენ ბედნიერებას. წარმატებებს გისურვებთ ლომებო. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი.